მოგესალმებით, მეგობრებო, ალბათ ყველანი ჩართულები ვართ საინფორმაციო სივრცეში, გვაინტერესებს რა ხდება მსოფლიოში. და სერიოზული გადალაგებები ხდება, ახლა სერიოზულად იცვლება. რა იცვლება გეტყვით, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმის შორის რაღაც ისეთი გამალებული ბრძოლა დაიწყო, ხო? ცოტა ასტროლოგიურად რო შევხედოთ ამ ყველაფერს რა ხდება და მე ეზოთერულადაც რო შევხედოთ, აი ამ შრეებში მინდა ავხსნა ჩემი დაკვირვება, ჩემი ხედვა და წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი ზოგადად სოფლიო მოვლენებს, იქ რუკებიც შეგვიძლია ხოლმე გავარჩიოთ პირადი რუკები ქვეყნების დონეზე და ბევრი ვიდეო მაქვს ადრე ჩაწერილი. უბრალოდ ერთი ასტროლოგიურად რო შევხედოთ, ადრეც მაქვს ვიდეოებში ნათქვამი, რომ ძალიან ბევრი პლანეტა იცვლის წელს საერთოდ ნიშანს და განამარტო ნიშანს. აი მაგალითად სატურნი ჩვენთან ესეთ სერიოზული კოსმიური მასწავლებლის ენერგია აქვს, ესე იძახიან. ძალიან ისე შაბლონურად რო გითხრათ, რომ სერიოზულად სხვა დატვირთვაც აქვს სატურნს. გადადის ახალ 30 წლიან ციკლში ფაქტიურად. ეს არის თევზიდან გადადის ვერჩი, ანუ თავიდან იწყება ათვლა. მთლიანად სატურნის ენერგიის, ნეპტუნიც იცვლის მეგობრებო ჩვენთან მთლიანად ციკლს და გადადის ვერჩი და ორი დიდი პლანეტა, როდესაც მთლიანად ახალ ციკლს იწვევს, ეს არ არის უბრალოდ რომ ნიშანში სხვა ნიშანში გადავიდა. ეს არის ახალი ციკლის დაწყება. როგორც წესი, თან ესეთ კარდინალურ ნიშანში ვერჩი შედის, ეს ძალიან ძლიერი ენერგიული ნიშანი არის, ეს არის მკვეთრი ცვლილებების ნიშანი, როგორც წესი, რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს იზიდავს ხოლმე არა მარტო ზოგიერთ ქვეყნებში, არამედ მსოფლიო გლობალურ წესრიგსაც ცვლის ხოლმე. აი თვითონ რა გიხსნათ, სატურნი ახლა თევზებში რო იყო ამ, დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, თევზები არ იცით როგორი ენერგია, ცოტა რთული არის, თევზებს მართავს ნეპტუნი და ნეპტუნი არ იცით როგორი ენერგია, აი ისე შეუმჩნევლად რომ მოდის, რომ ვერც ვამჩნევთ. და აი თუნდაც ჩვენთანაც არის ეგ ტენდენციები, აი ისე შეუმჩნევლად მოვიდა, აი ეს კრიზისი, მოდით ესე ვთქვათ, თითქოს არ ჩანდა ესე ხო გამოხატულად და აი შეფარული, დაფარული იცის უფრო ნეპტუნის თემატიკა, თევზების ენერგიამ ზოგადად, ხო? და განსაკუთრებით ნელა მუშაობს ნეპტუნი, აი ძალიან ნელი პროცესით, აი გაგუებს ნენელა და ვერ გრძნობ. და სხვათა შორის ანესთეზიას ნეპტუნი მართავს. აი ნენელა რო მუშაობს, აი ვერ გრძნობ, ხო, რა მომენტში შემოდის, ხო, ეს რაღაც აი ანესთეზიური პროცესი მაგალითად, ხო, აი ეს გაბრუება არის თუ რაც ქვია ეს ნეპტუნური, აი ესე მუშაობს ნეპტუნი, მეგობრებო, და აი სატურნის და ნეპტუნის რო იყო თევზებში, და ნეპტუნი ბევრად ხანგრძლივი დროით იყო თევზებში, წლების განმავლობაში, ისე ნელა მოვიდა. რაღაც ისეთ ილუზიაში რო გაეხვევა. სხვათა შორის ნეპტუნის ენერგია ეს არის რაღაც კოლექტიურ ფსიქოსაც რო ეძახიან ხოლმე ადამიანები, ხო, რაღაც ისეთი მოდით ესე ვთქვათ, აი ფანატიურ ენერგიას ზოგადად, აი ფანატიზმი, ეს თევზების თემატიკა არის და ნეპტუნის თემატიკა არის. აი ეს ტენდენციები რაღაც გაბრუება იქნებოდა აი მთელი მსოფლიოს ენერგიებზე რო ჩავთვალოთ, ხო, ეს ენერგია არის და ეს ორი ენერგია, როდესაც აი ესე ფარულად რაღაცები შემოვიდა, ფარულად რაღაც აიბურდა ყველაფერი, ხო, ნეპტუნურად, ქაოსი, რომელშიც ჩვენ ვერ გრძნობდით, ასე თუ ისე თუ ქაოსი იქნებოდა და ეხლა ზუსტად გადასვლის მომენტში უკვე წინასწარი არის ხოლმე ამისი იმპულსები, ეხლა ვერჩი უნდა გადავიდეს, ანუ რადიკალურად, ძალიან უხეშად ვერძიეს, ძალიან ისეთი გამწევი ენერგია არის და ძალიან ისე დაგვაჯახებს, თქვათ, სად ვიყავით, ცოტა ბურუსში, ცოტა ილუზიაში, ცოტა ფანატიზმში, ცოტა შემგუებელ პოზიციაში, რომ ვეგუებოდით ნენელა რაღაცა როგორ გვახრჩობდა მაგალითად, ხო, აი ძალიან ისე ტერმინებით რო გითხრათ, ახლა მნიშვნელოვანი არის რომ აქ უკვე სერიოზულად რო გაახელ თვალებს ნეპტუნის დროს აღმოჩნდები რომ უკვე ჭაობში ხარ, უკვე ვერაფერს ვეღარ აკეთებ და გარკვეულწილად ეს ტენდენციები ხა ჩემი ინტერპრეტაციით შემიძლია გითხრათ, რაც შეიძლება ყველა თავისებურად გებულობს ხოლმე აქ საერთოდ, მაგრამ ამავე დროს ურანი ცვლილებების პლანეტა გადადის ტყუპების ზოდიაქოში, ტოვებს კუროს ენერგიას. ურანი ჩვენთან არის ცვლილებები, ეს არის მთლიანად, როცა
საერთოდ განახლება ხდება, იცვლება ყველაფერი, არაფერს არ ტოვებს ურანი, ურანთან არ არის ემოცია, არ არის სიყვარული, გრძნობები, წარსული არ არსებობს შესაბამისად, იმიტომ რომ ყველაფერი იმას ტოვებს ურანი, რაც რამეზე აჯაჭვებს. და იქ არაფერი არ უნდა იყოს ისეთი, რაც ჩვენ ცოტა ემოციას გამოგვიმჟღავნებს, იმიტომ რომ ეს უკვე მიჯაჭვულობა არის. აი ესეთი პლანეტა გადადის ახლა ტყუპებში და ტყუპი ეს არის ინფორმაციული ველი, ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, ეს არის კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობები საერთოდ ადამიანებთან და ყველაზე ჩემთვის საინტერესო ის არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვადასხვა მის პრეზიდენტსაც ყავს ურანი ტყუპებში. შესაბამისად, აქვს ურანის დაბრუნება. დაახლოებით 80 წლის ასაკში ხდება ხოლმე ურანის დაბრუნება და აი 78-80 წლის ასაკი, ესე გააჩნია ხოლმე რეტროგრადულობა, როდის ემთხვევა შევა ურანი. სხვადასხვა ეგ არის საინტერესო, რომ ყველა პლანეტა ნეპტუნის, სატურნის და ურანის ახალ ნიშანში გადადის და მერე წლის ბოლოდან რეტროგრადული ხდება და ისევ უკან გადმოდიან ეს სამივე პლანეტა. შესაბამისად, ეს არის უფრო მოსამზადებელი ფონი რაღაც სერიოზული ცვლილებისთვის. სხვადასხვა რომ იყო პანდემია 2020-ში, მაშინ იყო იუპიტერის სატურნის შეერთება პლუტონთან ერთად სამყაროში და მან ახალი ციკლის, საერთოდ ახალი ციკლი დაიწყო სამყაროში. მაქედან ეს პანდემია იყო უკვე ცით როგორი სიგნალია, როცა რაღაც გვემართება. აი მაგალითად უცებთ დავეცი და ფეხი მოიტეხა ადამიანს, მან ავარია მომივიდა. ეს არის ხოლმე სიგნალები, რომ სადღაც არასწორად მივდივართ და რაღაც წინ კიდევ უფრო შეიძლება რთული გველოდება თუ გზიდან არ გადმოუხვევთ, ანუ ცხოვრებას არ შევცვლით. დაახლოებით ჩემი აზრით ესე მუშაობდა პანდემია, რომ სადღაც იყო უკვე შეჯანჯღარება სოფლიოსი და რა შეიძლება იყოს შეჯანჯღარება, რაში ჭირდება სამყაროს ადამიანებს შეჯანჯღარება. ეხლა ცოტა პოლიტიკური კუთხით რო გითხრათ, მაგალითად ინგლისში იყო ეს საიდან შემძლია ამის თქმა, რომ იყო პოპულისტური მოძრაობა, იმიტომ რომ იცით რომ მშვილდოსანი ჩვენთან და ტყუპები მშვილდოსანი ეს არის ინფორმაციული დეზინფორმაცია ან პროპაგანდა ზოგადად. პროპაგანდა უფრო მარტივი ენით რო ახსნათ, ეს არის როცა მე ადამიანს რაღაცა უნდა, რაღაც ის რწმენა აქვს, ან რელიგიური, ან უნდა თავის მიწა დაიმტკიცოს, ან უნდა მაგალითად ისინი არ იყვნენ ხო ემიგრანტები ჩვენთან, ხო? ძალიან კარგად ვიყენებ მის ინტერესებს, ამ დროს მე სულ არ მადარდებს ეს პრობლემა. მაგრამ მე იმას გადაუგდებ საკენკს, რომ მე რაღაცნაირად მისთვის მან ძალაუფლება მომცეს, აღოდ მოტყუების გზით და მე მართავ როგორც მინდა ისე, ხო? და აქაც საკენკს გადაუგდებ ხოლმე პერიოდულად რომ გაჩუმდეს. ეს არის ზოგადად პოლიტიკურ პროპაგანდას ვეძახით. სულ თავიდან ჰიტლერმა დაიწყო ეს პროპაგანდა, საერთოდ ჰიტლერმა აგურა პირველად, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში. ზუსტად აი ამ ლიტი ტყუპში ყავდა შავი მთვარე ტყუპებში თან მერვე სახლში ვის ერკვევა, მით უფრო მიხვდება რაზე ვლაპარაკობ და აი საინფორმაციო ველში გაახვია მთელი ქვეყანა, ხო? და სხვადასხვა იმდროინდელ გერმანელებს ძალიან ძვირად დაუჯდათ პროპაგანდასთან პირველი შეხება, რომ არ იყვნენ მზად ამ ყველაფრისთვის. რომ თურმე შეიძლება რაღაცნაირად დეზინფორმაციულად გაფხვიოს ვიღაცამ, ადრე ესე არ იყო მაინც-ამაინც. აი რაღაც მეფობის და იმის პერიოდში მან ხალხს საერთოდ არავინ არ ეკითხებოდა, ხო? და როგორც კი აი ეს მასებზე ზემოქმედება, იქ რადიო იყო, იქ რაღაც სხვადასხვა საინფორმაციო ველი, ახალი როგორც კი გამოჩნდა თანამედროვე ტექნოლოგიებში, ჰიტლერმა და სხვადასხვა თავარი პრინციპი პროპაგანდისტი გებელსი ასევე შავი მთვარე ტყუპებში ყავდა და მან მით უფრო თან მორიელში ყავდა მთელი ძირითადი პლანეტები და აი ესე ძალაუფლება დაიჭირა და დაიწყო სერიოზული ფსიქოლოგიის პოლიტიკურ ენაზე ტვინების გამორეცხვას ეძახიან. ეზოთერულად ეს არის უფრო რაღაც ნეგატიური ველის მოხვევა მთლიანად გარემოზე, საინფორმაციო ველში გახვევა ადამიანების და ფაქტიურად ის რაც დაემართა გერმანიას ნელ-ნელა მოდის ხოლმე პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებშიც. ფაქტიურად ეს არის სახადივით რომ უნდა გაიაროს საზოგადოებებმა. იმიტომ რომ ის რაც გერმანიაში მოხდა და არა მარტო გერმანიას, მთელ მსოფლიოს დაუჯდა ეს ძვირად, ხო?
და ეს იყო ყველასთვის გაკვეთილი, სხვათა შორის მე სერიოზულად იკვლევდნენ რა იყო იმ პერიოდში ისეთი, რამაც მოახდინა ადამიანებზე ესეთი ზემოქმედება. ეზოთერულად ამაზე ვიტყვით, რომ რაღაც ისეთ დიდი ბოროტება მოდის, ენერგოველი იცვლება და ხელისუფლებებს იკავებენ უფრო ბნელი ძალები, ესე რომ ვთქვათ, ეზოთერულად, ფსიქოლოგიურად ეს არის რაღაცნაირად განსაცმენდელი. ხო, რაღაც ძალიან პრაგმატულად რო შევხედოთ, ეს არის ფაქტიურად გაწვრთნა ხალხი, სად გვაქვს ის სისტემები, რომელიც თაობებმა მერე უნდა გამოასწორონ, რომ მერე აღარ გაიმეორონ. ანუ პრაქტიკულად რო შევხედათ ევოლუციის კანონებს შეიძლება დიდ სურათში რო შევხედოთ ზევიდან, ეს არის ევოლუციის უბრალოდ კანონები, რომ საზოგადოებები იზრდებიან. აქ მსხვერპლიც არის რაღაც ზონაზე საჭირო გერმანიის შემთხვევაში, რაც მოხდა ზოგჯერ ფინანსური მსხვერპლი, მაგალითად ინგლისმა ეს გაიარა უკვე ეს პროპაგანდისტების ტალღა შავი მთვარე მშვილდოსნები იყვნენ ამის მთავარი მაპროვოცირებელ შემომტანები ამ პროპაგანდის და მილიარდები დაკარგეს ინგლისელებმა სხვათა შორის ამ ყველაფერში და საკმაოდ თან ესეთ პოპულისტურად იმუშავეს. დიადი რაღაც ნაციონალიზმზე დაარტყეს ხო პოპულისტებმა და მე რო კითხეს ამ ხალხს ვინც ეს მოახდინა ეს პროვოცირება ამ მთელი ბრექსიტების ამ მთელი ყველაფრის უბრალოდ ავანტიურა იყო მათთვის. აბა გამოვა თუ არა, ხო? რაღაცნაირად უკვე ძალაუფლების დემონსტრირება, რომ აბა შევძლებ თუ არა, გამომივა თუ არა ხალხის დაბოლება, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და ესაც თური ყოველთვის ექნება იმ ხალხს, ვინც მოხვდება ხელისუფლებებში, ოღონდ ყოველთვის იქნებიან ის ხალხიც, რომელიც გერმანულ ნაცისტურ ხელისუფლებას ყვებავდა და ახლა ერთ ადამიანზე რო იყო ეს ყველაფერი ჩამოკიდებული, ხა ჰიტლერი არ დადიოდა ყველგან და თვითონ არ ცემდა ხალხს და არ ხრიტავდა, ხო? იქ საჭირო იყო ხალხი, რომელსაც იდეოლოგიურად ან დააჯერებდი ამ ყველაფერს და სხვათა შორის იდეოლოგიურად რატო შეიძლება ესეთი რაღაც დავიჯეროთ, ხო? როცა ადამიანს საერთოდ ეს ფსიქოლოგიაში არის ესეთი იცი სხვათა შორის ეხლა მე რასაც ყვები ხოლმე ძალიან სერიოზულად მებრძვია ხოლმე ამის გამო ეს პირადში მოწერებით და აგრესიული კომენტარებითაც რომ რატომ არა ვარ რაღაც ესეთი პროპაგანდის მხარეს ჩემი გადასახედიდან ესე არის ხო და ხანდახან ეს ვისაც ეს ან პროპაგანდის ხორბლები არიან ან თვითონ დაინტერესებულები არიან ამ პროპაგანდით მაქსიმალურად ცდილობენ ხოლმე რომ ასეთ ხალხს ხელი შეუშალონ, ებრძოლონ, გალანძღონ, ანას შემდეგ ზაღლიყებს ქარავანი მიდის ამბავი არის. მე მაინც ყოველთვის ვამბობ ხოლმე იმას, რაცაც ხედავ და რისიც მჯერა და მე მჯერა იმისი, რომ ადამიანებმა ერთმანეთს არ უნდა ვავნოთ პირადი ინტერესებისთვის და პროპაგანდა და ეს დესტრუქცია ყოველთვის მხოლოდ პირადი ინტერესებს ემსახურება და იქ სხვა ადამიანისთვის ადგილი არ არის ხოლმე არასოდეს. ეს ადამიანის ის ბნელი მხარე არის, როდესაც გარკვეულწილად არ აქვთ იმედი რაღაცნაირად, რომ სხვა გზით მოახერხებენ ან თანამდებობას, ან გავლენას, აი მხოლოდ ამ გზით როცა ახერხებენ ზემოქმედებას, ანუ მოდით ესე ვთქვათ, რომ პროპაგანდის მსხვერპლი ხალხი, როგორც წესი არიან უფრო შინაგანად, როცა ძალიან ბევრი აგრესია გვაქვს, იკეტება შესაძლებლობები ცხოვრებისეული შესაძლებლობები და როცა ვიცი რომ სხვა მე ჩემით ინდივიდუალურად ვერ შევძლებ რომ ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად ხარისხიანად ვაქციო ხო მე მჭირდება გარკვეულწილად სხვა გზები მოვნახო აი ვლადიმერ პუტინის ვარიანტი ხო რომ ამ ქვეყანას არ შეუძლია რუსეთს განვითარება და მისი მთავარი ინტერესი არის ყველა ჩაწიოს დაბლა ყველა უბედური გახდეს რომ თვითონ არ იგრძნოს ის დანაკლისი ის უბედურება თვითონ რო არ იქნოს ხო გარკვეულწილად აი ესეთი კატეგორია აი ფილმებში თუ გინახავთ რაღაცა ბნელი ტიპი და პატარა ესენი რომ მოყვებიან ხოლმე რაღაც მახინჯი არსებები ხო რაღაცა ესეთი ნეანდერტალური ჰაბიტუსით ხო როგორც წესი ესეთი ტიპები ცოტა ბნელ ტიპებს იზიდავენ ხოლმე და აი მე ხდება როგორ რაღაც იცით აი ჰიტლერის პერიოდში იყო ესეთი რამ რომ ან იყავი სინათლის მხარეს ან სიბნელის მხარეს სხვა გზა უბრალოდ არ იყო სხვა ადგილი არ იყო ხომ და აი მე კარმულ ასტროლოგიაში რო გადავდივართ თუ ჩვენ აღმოჩნდებით ხოლმე ბნელ მხარეს ესე კი სერიოზული პრობლემები გვაქვს ენერგეტიკული და მე მთელი სხვა ინკარნაციები ამის დამუშავებას უნდებით და ძალიან ბევრი მყოლია სხვათა შორის ჰიპნოთერაპიაზეც რო
ვაკვირდებოდით და ყველას გქონია ეს შემთხვევა, თქვათ, რეგრესულ ჰიპნოზს ვინც იკვლევდა, რომ აღმოაჩინეთ სადღაც თუ რამე არასწორად მოქცეულ ადამიანი მერე უწევდა ამის სერიოზული გამოსწორება, ხო? ასე რომ პუტინზე რო ლაპარაკობთ, რომ ყველაფერი შერჩა, ნუ კარმულად ეს პირიქით რაც უფრო ეს ბნელი ძალები ესე რომ ეზოთერულად ეძახიან უჭერენ მხარს და აჩერებენ ყოველთვის რაღაცა პერიოდი ტივტივებენ ხოლმე ესეთი ხალხი რაღაც პერიოდი ილუზორული გამარჯვებებიც აქვთ, მაგრამ დიდ სურათში, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუნდაც სტალინის შემთხვევაში, რომ აი ღმერთივით უყურებდნენ და გაქრა, ხო? აი როგორც ინდივიდი, მისი სახელი კაცობრიობის ისტორიაში ნათლად ნამდვილად არ წერია, ხო? აი ესეთი არის ხოლმე ზოგადად, როცა არა ესეთ ჰუმანურ გზას ვირჩევთ, არამედ ეგოისტურ პირად გზას ვირჩევთ, ხო? სადღაც როცა არ უყურებთ სიმართლეს თვალებში და თავს ვიტყუებთ, რომ ვითომ აი ეს იდეოლოგია არის სწორი და საბოლოო ჯამში ჩვენვე ვიტანჯებით ხოლმე იმითი, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რა არის ჭეშმარიტება, ხო? აი ძალიან ელემენტარული შეიძლება ის იყოს. აი ეს არის ჩემი ხედვით, მეგობრებო, ის ფონი ადამიანური, პიროვნული დრამაც, სოციალური დრამაც, გარემოც, რაც ძალიან ადვილი იარაღი ხდება ხოლმე პროპაგანდისტებისთვის, იმ ხელისუფლებებისთვის, რომელსაც იქ თავისი პირადი ინტერესები აქვს და ამისთვის სჭირდება ძალიან კარგად მოახდინოს ზემოქმედება. ხა ჩემი აზრით, მეგობრებო, აი ეს პროპაგანდისტული ველი, მაგალითად, ხო, რომელიც დასავლეთს ებრძვის გარკვეულწილად, თვითონვე არიან საკუთარ თავში ძალიან დაბალი თვითშეფასება როცა არის, ხო ხდებით, იმიტომ რომ მსგავსი იზიდავს და დესტრუქციას იზიდავს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა ვინც არ არის დესტრუქციაში, იმას არაფერი არ შეეხება. ეხლა მერაბ კოსტავა ჩვენი საკმაოდ ესეთი მძიმე ცხოვრებით გამოირჩეოდა, თუმცა მერაბ კოსტავას სახელი ვიცით რაც არის და მაგალითად სტალინის სახელიც ვიცით რაც არის, ხო? ეს რაღაცნაირად ჯილდოსავით არის ხოლმე, ან წყევლასავით, ხო? მე შემდგომ ჩვენ ცხოვრებაში და კარმული ასტროლოგია ზუსტად იმას ამბობს, აი სული რომ მიდის იქით სამყაროში, როგორ სამყაროში მიდის, მის სახელი მატერიაში რო რჩება, ის განაგებს იმ ენერგიებს, ხო? რაც ხდება მე სულის თავსო, ესე წერია. გულახდილად რო კითხავთ. ეხლა ამ ხელა ისტორია რატომ მოვყევი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული სამიზნე ვარ, თქვათ, სხვადასხვა ესეთი, სხვადასხვა რა ერთი მხარეა ჩვენთან ესეთი პროპაგანდისტული და საკმაოდ აგრესიული ფლანგიც. ეხლა რაც უფრო განათლებული არის ადამიანი, მასში არ არის ეს სხვისი ესეთი ბულინგის სურვილი, მაგრამ აი კიდევ გლობალურ პოლიტიკაში რო შევხედოთ, როცა არის ერთი მხარე, ყოველთვის ინერციით გადადის მეორე მხარეს, ხო? ჩემი აზრით, დასავლურ სამყაროსთან რა არის პრობლემა და ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეს. როდესაც დემოკრატია შემოვიდა, დემოკრატიის მთავარი სისუსტე დემოკრატიულობა არის, ხო? და მე ვფიქრობ, აი მომავალს, ხო, სამყაროს მომავალი იქნება დემოკრატიულობისა და სიძლიერის გაერთიანება. და რატომ იცით, რომ ეხლა მე ვარ ჰუმანური, მე ვარ დაუცველი, როდესაც განათლებულ, განვითარებულ ისეთ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, რომელიც საზღვრებს იცავს, სხვების საზღვრებს იცავს, აქ მორალური მაღალი ღირებულებები. მაგრამ თუ ესეთ ხალხთან არა ვარ, მე ჩემი მორალი და ჩემი კულტურა ფაქტიურად იქნება ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე. რაც მიჭირავს, ხო? და სხვაგან თუ ჩემთვის სიძლიერე არის ეს თვისებები, იმ კულტურასთან და იმ აგრესიულ ადამიანთან იქნება სისუსტე, რაც დაემართა დასავლეთს, ხო, ამ შემთხვევაში. ესე იგი, რაღაც აი, სულ ამბობდი ხოლმე, რომ ისრაელისა და დემოკრატიული სამყაროს რაღაც ჰიბრიდი უნდა იყოს მომავალი. ეხლა მე ძალიან ისე პოლიტიკურად იმდენად არ გეუბნებით, როგორც ენერგეტიკულად, ხო? იმიტომ რომ ეზოთერიკაში არის, რომ თუ ვარ მე ძალიან კეთილი, ან ძალიან ჰუმანური, აუცილებლად მოვა ჩემთან მეორე ოპოზიცია, რომ სადღაც დამაბალანსოს. ეს არის კანონები სამყაროსი, ზოგადად ეზოთერულად. შესაბამისად, მე თუ ძალიან დიდ დემოკრატიას ვუბერავ, აუცილებლად მოვა ავტორიტარი. და თუ ჩემში აი ძლიერი ენერგია მაქვს, მაგალითად, ვიცი როგორ დავიცვა კულტურულად ველაპარაკო, საკმაოდ ისე მკვახე, აგრესიული, მიმწოლი, სხვათა შორის ჩერჩილი აკეთებდა ამას, რაღაც ეს მათრახისა და იმის ტკბილეულის, ესე რომ ვთქვათ, ბალანს
და აი რატო იცით ჩვენ ვართ მაინც ცხოველურ ინსტინქტებში დედამიწაზე და მე ახლა მარტო გლობალურ პოლიტიკაზე არ ვამბობ თვითონ ინდივიდუალურადაც გეუბნებით ძალიან ხშირად ყოფილა რომ აი ადამიანურ მომენტებში ელემენტარული რომ აი ძალიან კეთილია ძალიან კეთილშობილურად ავლენს თავს და ყველამ შეჭამა ოჯახში ხო და ზუსტად ის აგრესიულები ასწავლიან ამ ადამიანს რომ ცოტა გაძლიერდი ცოტა მყარად დადექი იმიტომ რომ მატერიაში ვართ აქ უნდა მოვერგოთ გარემოს ხო ხდებით რომ უნდა ვისწავლოთ ჩვენ რაღაცნაირად ლავირება ყველა ენერგიას უნდა ვატარებდეთ ჩვენ თავში ამიტომ აი ეს ულტრალიბერალიზმა მოიტანა ულტრა ნუ რა ვიცი მე მარჯვენა თუ რაღაც ჯანდაბა ქვია აღარ ვიცი ხო ეს არის საერთოდ უკვე კატასტროფა ხო ეს არის რა ვიცი აი უსამართლობისა და ყველაფრის სინთეზი შესაბამისად ეს დიდი მოდელები ჩვენ რასაც უყურებთ ჩვეულებრივ ოჯახებში რომ შევიდეთ იგივე ხდება იქაც მეგობრებო ჩვენშიც იგივე ხდება ახლა მე რომ რაღაცა ისე ძალიან კეთილად, ჰარმონიულად შეიძლება ვიქცეოდე, როცა საჭირო არის, იქ უნდა ვიყო ცოტა დიქტატორიც, ცოტა მიმწოლიც, ხო? როდესაც უნდა ისწავლო, როგორ მოერგო. ყოველთვის თუ კეთილი ხარ, შეგჭამენ უბრალოდ ამ ცხოვრებაში, ხო? და როდესაც ამას ვაერთიანებთ ჩვენ შინაგანად და ამ ყველაფრის მიღმა მე მაქვს იარაღი ქვეყანა იქნება ეს საზოგადოება ადამიანი რომ არ გადავალ რადიკალიზმებში ხო ან და რადიკალურ ლიბერალიზმში რადიკალურ დიქტატურაში ხო რადიკალური დიქტატურა აუცილებლად რევოლუციას მოიტანს ხო აუცილებლად დაამხობენ მას რადიკალურ ლიბერალიზმს აუცილებლად დაამხობს რადიკალური დიქტატურა ეს არის სამყაროს კანონები აი ამ ბალანსის სწავლა აი ამ საზოგადოებრივი უნარების, აი საზოგადოებები ვითარდება და ყველა ქვეყანაში ჩვენთან უკვე აი ხნის ადრე დაიწყო რუსეთი ძალიან კარგი ინსტრუმენტი არის აი ამ შავი საქმის გასაკეთებლად ქვეყნებში, ყველა ქვეყანაში აქვს თავისი პირადი აი ეს შავი ინტერესი პროპაგანდის და ეს სოციალურ ქსელებთან ახლა მაგალითად მასკმა რო იყიდა ახლა შავმთვარე მესამე სახლში ყავს და ძალიან აქტიურად ნეგატიურად ავლენს ამ ენერგიას პირველი რაც გააკეთა იყიდა საინფორმაციო საშუალებები და შესაბამისად ძალიან კარგად მოახდინა მან ზემოქმედება манипуლირება ინფორმაციულად და იმ საზოგადოებებში სადაც არ არის დახვედრა ამ ენერგიასთან საკმარისად გამომუშავებელი ხო იმ საზოგადოებებს სერიოზული რღვევა ელოდებათ როგორც ახლა ამერიკაში ხდება მაგალითად ხო და ეს რღვევა ეს საზოგადოების პრობლემა არის დონალდ ტრამპი ამას აფორმებს უბრალოდ ხომ და ეხლა რაღაც მოლაპარაკებებია და რაღაცა მას ურანი აქვს აქტიური მეგობრებო მზე ურანის შეერთება აქვს აღმავალი ურანის შეერთება აქვს და ეხლა მალე ურანის დაბრუნება დაეწყება ურანი სადაც არის იქ არ არის დიდად აი ესე ჭკუაგონებით დინჯად გაწონასწორებით რაღაც შედგენილი ჭკუით გონება არის მეგობრებო მზე და ურანი იქ არ არის ესეთი ძლიერი ხო შეიძლება სწრაფად სადაც არის საჭირო იქ უცებ რაღაცა გააკეთოს მაგრამ აი ის მისი სიჩქარე ამ სიჩქარეში იმხელა შეცდომებს უშვებენ ურანელები ზოგადად იმხელა დესტრუქციაში მიდიან მერე ამ ნაჩქარევობაში იმხელა პრობლემები ამოტივტივდება და რა არის ურანის ნეგატივი ესე რო ვტრიალებთ იმაზე სიჩქარეში რო არ ყავს მანქანა და მიგორავს რა თავისით რა აი ეგეთი რაღაცა არის საერთოდ ვერ ვაკონტროლებთ მანქანას მაგ დროს ხო რაღაცნაირად ხო აი ესეთი რამ არის ასტროლოგია ესე ძალიან კარგად შეუძლია დაინახოს სხვათა შორის და სხვათა შორის ზელენსკის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტი უახლოვდება პლუტონი ნენელა მიდის უკვე მის მზესთან და მე მგონია რომ ნენელა მან შესაძლოა დაკარგოს თანამდებობა მომავალ წელს განსაკუთრებით მომავალ წელს უკვე სუსტი შეერთება ექნება და აი იცით როგორი პერიოდია ხოლმე როცა მზე პლუტონის შეერთება ხდება ან ძალაუფლებას კარგავთ ან სრულად იცვლება ჩვენი ცხოვრება შეიძლება საერთოდ ომი დამთავრდეს და მან აბსოლუტურად სხვა ცხოვრებით დაიწყოს ცხოვრება შეიძლება გადადგომა მოუწიოს მაგრამ მომავალ წელს რომ მას მოუწევს მთლიანად შეცვლა ცხოვრების პლუტონმა ესე იცის ხოლმე სრული ტრანსფორმაცია ამერიკას მოუწევს მთლიანად გადატვირთვა და განახლება საზოგადოებრივად მოდი ესე ვთქვათ მათ სოციუმს მათ
მოსახლეობას მოუწევს სერიოზულად გადააფასონ და აი ეს პირველი ესეთი დიდი ტალღა პროპაგანდისტული, რაც მათზე ინფორმაციული შტურმი განხორციელდა, ფაქტიურად ნენელა ყველა ქვეყანა ხა საქართველოსაც ეს გამოიარა ხო გარკვეულწილად და ანუ ყველანაირად ვცდილობთ რომ წინაღუდგეთ ვიღაცების კონკრეტულ ინტერესებს, რომელიც როგორც წესი ესეთი ხალხი საერთოდ ვერ ერკვევა პოლიტიკაში, როგორც წესი საერთოდ არაფრისთვის მზად არ არიან, თორე როიცოდნენ ეს ყველაფერი პროპაგანდა აღარ დაგჭირდება, ხო? ჩვენ შეგვიძლია უკვე ძალიან მტკიცედ დავაჯეროთ ადამიანებს, ხო, რაღაც ის ღირებულებები. მაგალითად, ეხლა იყო რომელიღაც კომპანიამ, ამერიკულმა კომპანიამ შესთავაზა უკრაინელებს, რომ ეს Starlink-ის თემა ჩაანაცვლოს და თვითონ შესთავაზონ თავის მომსახურება და მათი აქციები 60%-ით უცებ გაიზარდა, ხო? დაახლოებით. და შესაბამისად, როცა ვამბობთ ხოლმე რა, საზოგადოების მასა მიცის რა, სად არის სიმართლე, აზე არიან უკვე რა, ხო, აი ამ ნეგატიურ პროპაგანდასთან ერთად ასევე შეგვიძლია გავერკვეთ რაღაცეებში, ხო, მაგრამ რა გვიშლის ხელს რომ გავერკვეთ რაღაცეებში, ხო, ხანდახან არის აი ეს შიდა ძალიან ბევრი პრობლემა, ხანდახან არის აი ეს პოპულიზმი ზუსტად რომ გვიჭერენ იმ წინა ხელისუფლებების შეცდომებით მაგალითად, ხო? და აი ეს ულტრალიბერალიზმი, ახლა ყოველთვის ვამბობდი მაგას, რომ ახლა ისე გასულები იყვნენ ისინი და იმდენად რეალობასთან უკვე კავშირი აღარ ქონდათ, ხო? თუნდაც დასავლეთში ახლა ცხოვრობდი მე წლების განმავლობაში ევროპაში და ესე გაუგნებული ვიყავი, რომ აქ რო რაღაცა მოხდეს, ეს ხალხი სანამ აზემოვა მეთქი, ახლა ჩვენ გვაქვს ეს ქართველებს რა, საკმაოდ წარმოდგენა გვაქვს, ვიცით რა არის კრიზისი, ომი რა არის, რაღაც ცოტა გახსნილი გონება გვაქვს რა და ეხლა ვისაც არაა გახსნილი გონება, იმას ძალიან კარგად აწყობთ ეს შესაბამისად, ხო, რაღაც პირადი ბონუსები აქვთ ამითი, ხო? ან თუნდაც შიდა აგრესიაც შეიძლება იყოს აქ, რომ იმათ არ შეუძლიათ ის ადგილი დაიმკვიდრონ მომავალ მაგალითად წყობაში, რაც ეხლა შეუძლიათ, ხო? ანუ პირადი ინტერესი არის არაცნობიერად თუ გაცნობიერებულად და პირადი ინტერესი სადაც არის, იქ არის უსამართლობა, იქ არის სერიოზ სიბნელეა იქ მეკობრებო და გამოვლილი გვაქვს ჩვენ ეს სიბნელე და ეს უბედურება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი ნუ კი ცდილობენ ხოლმე თქვა ჩემნაირების ხმის ჩახშობას რომ რაღაცნაირად აგრესიული მითი იყოს ზემოქმედება მაგრამ ახლა რა არის ყველა საინტერესო რომ შამითვარია გადადის უკვე მორიელში და ნუ ამერიკასაც სოფლიოსაც დაიწყება უკვე მატერიალური კრიზისები საერთოდ მაგ კატეგორიას სადაც იდეალები არ არის, ღირებულებები არ არის, იქ არის ფული, მეგობრებო. და როგორ შეიძლება საკუთარ ტყავზე ვინმე რამე იგრძნოს თუ ფული მოაკლდება. და აი ახლა მაგალითად რო არის, თუნდაც საქართველოში არის და რაღაც დიდ ღირებულებებზე რო ელაპარაკებიან მედიაში ხალხს, ბევრს ეს არ აინტერესებს. ბევრს აინტერესებს ახლა ექნება თუ არა კარგი მატერიალური შესაძლებლობა. არ აინტერესებს ეს ენა, რასაც ელაპარაკებიან ხოლმე, ხო? და შესაბამისად მაგიტომაც ვერ გადიან ხალხთან ურთიერთობაში და მე იქნება ხოლმე ეკონომიური კრიზისები ან საომარი მდგომარეობა როგორც გერმანიაში მოხდა ხო თუნდაც გარკვეულწილად. ამიტომ ძალიან სერიოზულ პროცესებში ვართ, ძალიან სერიოზულში, როგორც სამყაროსეულად, თვითონ ასტროლოგიურად სერიოზული ცვლილებები იქნება. რამდენად ეს მტკინვეული ან უმტკინველო იქნება, ეს არის ჩვენზე დამოკიდებული. მე სულ ვამბობ, რომ შეიძლება უმძიმესი ტრანზიტი კონდეს ქვეყანას, მაგრამ რაღაცნაირად აი გადალახოს. ახლა მე მქონია ურთულესი ტრანზიტი და ნუ აი შეიძლება უბრალოდ წაბორძიკდე. ან რაღაც უსიამოვნო დღე გაატარო, მაგრამ არა რომ ჩამოგექცეს ქვეყანა თავზე, ხო? რა ენერგეტიკულ მდგომარეობაშიც ხარ, ტრანზიტი ისე მუშაობს. ნუ ახლა არის ტრანზიტიც, მაგრამ მაინც ჩვენზე არის ეს არჩევანი, ჩვენ თუ ამ საცდურებს გაუძლებთ, თუ გარკვეულწილად რაღაცნაირად მიხვდებით რაღაცებს, ხო რა არის ხა პროპაგანდის მხარეს რო ხარ, ეს არის შენი უარესი მომავალი, ან ხვალინდელი დღე არა, დღევანდელ დღეზე ხარ ორიენტირებული და ხვალინდელი დღე კიდე შენი შვილებია. ხო, იდეაში შენი შვილები. ახლა კი ყავთ ევროპაში ყველას შვილები და პირადად ფიზიკურად არა დარდეთ შეიძლება იქ თემა, ხო, მაგრამ იდეაში შენი სამომავლობა 5 თაობის მერე 4 თაობის მერე ხო ეს იქ აღარ არის მომავალი უკვე და ეს არის ძალიან ვიწრო პერიოდი როგორც ახლა დიად
გერმანიას პირდებოდა ჰიტლერი თავის მოსახლეობას, სიკვდილი მოუტანა, ხო? ეხლა ეს ტრამპიც რომ რაღაც დიად ამერიკას თან რაღაცა პროპაგანდისტული პრიმიტიული სიტყვები სხვა შორის ძალიან გავს აქ ჩვენ ნაცნობ ხალხს რაღაც პრიმიტიული, აი ძალიან პრიმიტიული, უხერხულად პრიმიტიული სიტყვები, რომ ყველაფერს თავს არიდებს და მხოლოდ პრიმიტიულ სიტყვებს იყენებს. ამ შემთხვევაში ესეთი პრიმიტიული სიტყვები მეგობრებო, ხო, აი დიადად ვაქცევ ამერიკას ძალიან დაასუსტებს ამერიკას. უმძიმეს ტრანზიტზე მოვიდა ტრამპი. თუნდაც მაგით ეხლა მე რომ მქონდეს რაღაც ესეთი ტრანზიტი, დავფიქრდები რომ ის სადღაც კარგად არ მოვდივარ აქ. ჯობია რომ აი მაგიტომ მიყვარს რუკა რა, იქ ჩვენ რაღაცა ცაზე რო ვართ, ივანიშვილიც მოვიდა ესე პლუტონი ყავდა ლილითთან შეერთებაში და ეს საცდურივით იყო მისთვის ძალაუფლება და გარკვეულწილად ძალიან კარგად შეუძლია ასტროლოგიას ეს დაინახოს. აი ნათელ ტალღაზე ვართ თუ ბნელ ტალღაზე და ბნელ ტალღაზე როცა არის ადამიანი ძალიან გონია რომ ნათელ ტალღაზე არის, ეს არის საცდური, რომელიც მერე ძალიან ძვირად ან სხვებს უჯდება, ან ისევ მათ უჯდებათ ხოლმე, ხომ? და როცა სხვებს უჯდება, აქ ჩვენც ვიტანჯებით, თქვენ ცნობიერად, ხო? ეგ გვივარდება თვით შეფასება და ის შემდეგ ცხოვრებებში რომ აი რაღაცა საწყლები ვართ, უბედურები ვართ და რაღაცა ზოგჯერ ეგ მაგის შედეგიც არის, რომ კარმულ ასტროლოგიით თუ შევხედავთ, რომ წინა ცხოვრებებში რაღაცა იმაზე მეტი ავიღეთ ჩვენ თავზე, ვიდრე შინაგანად შეგვეძლო. და ეს ძალიან სერიოზული, ну, იცით რა არის, ცოტა დიდ სურათში თუ შევხედავთ, ესეც გასავლელი აქვს. ანუ მე არა მაქვს ახლა ის განცდა, რომ ძალიან განვიცდი და ვაიმე და ვაიმე, არა, გასავლელი აქვს, ეს დიდ სურათში უნდა შევხედოთ ყოველთვის. რომ სოციუმ საზოგადოებებს ეს გასავლელი აქვს, ჩვენ შეიძლება შორიდან ვხედავთ, უყურებთ და ну ვიცით რა, რომ ეს კანონზომიერება არის სამყაროსი, ეს უნდა გაიაროს ერმა, უნდა საკუთარ ჯიბეზე ან სიცოცხლეზე უნდა იგრძნონ ეს ყველაფერი და სხვათა შორის თუნდაც უკრაინაზე რო ვლაპარაკობთ ხოლმე, სადღაც საკმარისად არ მიხედეს თავის ქვეყანას ალბათ, როგორც ჩვენ, ხომ? ჩვენ სადღაც აი მშვიდობის პერიოდში ჩვენ არაფერს არ მივხედეთ, ყველაფერი მოვშალეთ, ყველაფერი დავანგრიეთ, როგორც, ну, ყველაზე არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ აი მასა სადღაც რომ არ იზრუნებს ერთმანეთზე, ხომ? და იქაც რო იყო ეს პოპულიზმიც იყო უკრაინაში, ეს მე ძალიან ვქომაგობ უკრაინას და ძალიან მჯერა რომ ისინი ყველაზე მაგარი ქვეყანა დადგებიან თელ ევროპაში, ძალიან მაგრები იქნებიან, იქით გვექნება უკრაინასთან სათხოვარი და ბუდიშები მოსახდელი, ამაში დარწმუნებული ვარ, ძალიან დარწმუნებული ვარ და კიდე მაგენი თუ გვიშველიან ჩვენ კარები გაგვიყონ ევროპაში. ეს ყველაფერი პოპულისტები რაღაცებს რო გააფუჭებენ ხოლმე. აი მერე ხვდებიან და მერე სხვანაირად დგება ყველაფერი. და აი აქ როცა ყველაფერი მერე დაალაგდება და შეიძლება ამ ძალიან დიდი ხანი დაჭირდეს, გავიდა ამდენი ცხოვრება ამხელა ამბებში, მაგრამ მაინც ეს არის მთელი დედამიწის და მთელი კაცობრიობის თემა მეგობრებო, ხო? და აი ნენელა ესე წვალებით და უბედურებით ვიზრდებით საზოგადოება. აი ეს რო ამბობ ხოლმე ეს ბნელი ძალები, ესე რომ შევხედოთ, ეს პატარა მაჟლაჯუნებია რო იცახიან ახლა თუნდაც ადრე ეს ჰიტლერის პროპაგანდისტი ფანატიკოსები იყვნენ, მერე პუტინის ფანატიკოსები არიან, ეხლა ჩვენც ყავს ესეთი პუტინის ფანატიკოსები, პატარა მაჯლაჯუნები, ესე რომ ვთქვათ, ვერაფერს ვერ დააკლებენ ადამიანურ ბუნებას, სიმართლეს ვერაფერს ვერ დააკლებენ. აი აქ კარგი მშვილდოსნასანი რო გამოვიყვანოთ, ხო, დიდ სურათში ესენი ყველა ქრება და რჩება ის რაც მარადიული ღირებულება არის. მარადიული ღირებულება დროს უძლებს და ყალბი ყველაფერი დროს მიაქვს, აი ტრამპის იდეოლოგია, რომელიც იდეოლოგია არ არის და ეს არის მხოლოდ თავისი პირადი ფინანსური ინტერესები, ის ვერ იცოცხლებს, იმიტომ რომ შიგნით ენერგეტიკული ველი არ არის, ენერგია არ არის მასში, სიცარიელი არის, პუტინის ის სისულელეები, ენერგეტიკა არ არის მასში, ხო, და ვერ იცხოვრებს უბრალოდ, ხო? აი ესე მკვდარსულებს ვეძახი, უენერგიო მკვდარსულებს. ეს არის აი დროებითი იმპულსი, ყველაფერი გააფუჭონ, რომ სხვები გამოაღვიძონ ხოლმე, ხო? და ესეც საჭირო პროცესი არის. ამიტომ ასტროლოგიურადაც, ენერგეტიკულადაც, ფილოსოფიურ ფსიქოლოგიურადაც და ელემენტარული ადამიანურადაც, აი ყველა დონეზე მინდოდა ჩემი აზრი გამომეხატა თქვენთან. ვიღაცისთვის იქნება საინტერესო, ვიღაცისთვის არ იქნება საინტერესო, მაგრამ მე მინდოდა ეს მეთქვა თქვენთვის. მე უფრო ესე უყურებ ასტროლოგიას, ყველაფერი ერთად არის მეგობრებო. ხა ჩვენ თუ საერთოდ ვერ ვერკვევით, ვერც პოლიტიკაში, ვერც სოციუმში, ვერც საზოგადოება არ მაინტერესებს და მხოლოდ ეხლა მე
როგორ დავალაგო ჩემი ფინანსური ნაწილი, ასეთ ასტროლოგიაში შორს ვერ წავალ. ხო, ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. მთლიანად ჩვენ თუ გვინდა ასტროლოგიაში შესვლა, მთელ სამყაროსთან კონტაქტი უნდა შეგვეძლოს, მთელ ღირებულებებთან, აი მთელ კოსმიურ წესებთან, კოსმიურ წესრიგთან უნდა გქონდეს კონტაქტი, რაღაც მაღალ ღირებულებებს უნდა ვხედავდეთ, კანონზომიერებს უნდა ვხედავდეთ, დიდ სურათში უნდა ვხედავდეთ რაღაცეებს, ხო და მე მაგალითად ესე ვუყურებ, რომ ყველაფერი ეს ერთმანეთთან არის კავშირში და მთელი სურათი ეხლა ამ ტრანზიტებს რაც შეეხება, უფრო მე ესე დავახასიათებდი და თავიდანვე ეხლა ვერან ვერ წარმოიდგენდა, ეხლა უცებ ესეთი რაღაც თუ მოხდებოდა, მაგრამ როგორც კი ვნახე ამერიკის რუკაში რაც ხდებოდა, უკვე მივხვდი, რომ თან ურანი მოსდით, თან იქ შავმთვარე იყო ჩართული, ძიმე ასპექტები იყო ჩართული. ეს უკვე გასაგები არის, რას მოუტანდა მათ, ხომ? და ეს გადმოინაცვლა პროპაგანდამ ეხლა უკვე ამერიკაში და მაგენ გაივლიან, ესე მგონია. ცოტა სატურნის პერიოდი აქვს, ან ამერიკასაც ჩვენ დამცირების პერიოდია, სადესაც პერიოდი, სადღაც აი თან ჟარგონულად რო გითხრათ, მაგრად ბანძდება ხოლმე ქვეყნები, სადესაც ის პერიოდში აი დაეცემა ყველაზე ფსკერში ხოლმე და ჩვენც მანდ ვართ, კარგი ხანია, სადესაც გვაქვს, ჩვენც რუსეთსაც სადესაც აქვს, მათი ეს მთელი შირმა, რაღაც დიდიადი ჩამოემ ხონენელა, ამერიკისა ეს შირმაც ნენელა ემხობა, იქ შიგნით ხალხის გამოფხიზლებები წავა. უკრაინასაც სადესაც აქვს ის შეცდომები, მათ უკვე აი ეს კორუფცია იქნებოდა, ეს თუ რაღაც პოლიტიკური ქაოსი, ეს რაღაც ბევრი სხვადასხვა პრობლემები, რომელიც ახლა ჩვენ შეიძლება ვერ ვერკვევოდეთ ისე ეს ყველაფერი სადესაც ის პერიოდში ამოტივტივდება ხოლმე, ხო და ეს უკვე სერიოზული ენერგია არის, სერიოზული ცვლილებები არის და ნუ მე ესე გარედან შემიძლია დავხედო იმ ხალხსაც, ვისაც მაგალითად რაღაც ესეთი ჩემთან ბრძოლის სურვილი აქვს, ესე რომ ვთქვათ. და დიდ სურათში გამარჯვებული არის აღიაზრი, მეგობრებო და დიდი სურათი არის მნიშვნელოვანი. ახლა ერთ წელიწადი რო აქ რაღაცა ძალაუფლებაში ვიყო და მე აღარა ვარ არავინ, ხო? ესე დიდ სურათში ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, ეს მინდოდა თქვენთვის მომეყოლა. შეგიძლიათ მოიწონოთ გვერდი, შეგიძლიათ დააკომენტაროთ, დალაიქოთ, იქნება ეს თუ დაკომენტარება იქნება. მე ყურადღებით ვკითხულობ ხოლმე თქვენ მოწერილებს და დროებით.